მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ სესიის ჩაწერას, ეს იქნება PL5 GG Poker-ზე რეგულარული მაგიდები. PL5 ჩვენ უკვე სწრაფ მაგიდებზე გვაქვს სესია. მიკროლიმიტები პრინციპში hold'emიც და ომაჰაც გავლილი გვაქვს. სწრაფ მაგიდები, ეხლა რაღაც რეგულარულ მაგიდებზე გადავხედოთ შემადგენლობებს, გავაკეთოთ რაღაცა ვიდეოები და ვილაპარაკოთ რა პოკერზე. ზოგად საკითხებზე. ესე double suited hands დავადრიბეთებ. Small blind-ზე ზოგადად თამაშობთ ან ტრიბეთით ან fold-ით. Small blind-ზე call-ი არ არის მიზანშეწონილი, იქიდან გამომდინარე, რომ small blind-ი არის ყველა პოზიციასთან მიმართებაში უპოზიციოდ და მით უმეტეს multi-pot-ების თამაში, როცა ორზე მეტი მოთამაშეა პოსტულ გათამაშებაში, small blind-დან არის ხოლმე არახელსაყრელი. ესეთი ჰენდია, რომელიც მარტო პოზიციის გამო შეიძლება დავარეიძოთ, ანუ ბატონიდან რახან small blind-დან განსხვავებით ბატონი პირიქით ყველა პოზიციასთან მიმართებაში არის პოზიციაში, შეგვიძლია პოზიციით ვისარგებლოთ და დავარეიძოთ. თორე ისე არაფერთ არ ვარგო და ეგ ხელი. ესათიანებიც არ არის გადასარევი ხელი, მაგრამ ესეც იგივე ლოგიკით, ანუ პოზიცია, ნუ ეხლა ამ შემთხვევაში კატოფი ვარ, მაგრამ მაინც კარგი პოზიცია. რაღაც დამეშალა ეს მაგიდებია. ვითომ კი დავჯექი. ეხლა მე NL5 თამაშობ, ჩემი რეგულარული ლიმიტი არ არის, შესაბამისად ეხლა მაგიდებს ძებნა აღარ დავიწყე, იმიტომ რომ მოთამაშეებზე დიდი არაფერი ინფორმაცია არ მქონდა, პირდაპირ დავჯექი, სადაც ადგილი იყო და როგორც ჩანს იშლება ეს მაგიდები. ერთ ბლაინდს ალბათ ეხლა ჩემი ორი წყვილი აქვს. ყველა ვარიანტში იხდის. მონდენელა რაღაც ჩავანაცვლებ ამ მაგიდებს, რომლებიც გაფუჭდა. ორი წყვილი მაგ. ნუ რავი, მოდი ოპონენტი რახან როგორც რეკრეაციული მოთამაშე ისე გამოიყურება, გადავიხადოთ. ხშირად არ უნდა ვიყო წინ მანდ, მაგრამ საკმარისია რომ 4 შემთხვევიდან ერთხელ მაინც იყო ხოლმე წინ, რომ ღირდეს გადახდა და ზოგადად ესეთი დაბალი ორი წვილები ომაჰაში ნაკლებად ფასობს. აქვე ვიტყვი რომ ვინც დამწყები მოთამაშეები მიყურებთ და რაღაც საბაზრო საკითხებში პოკერში ჯერჯერობით გარკვეული არ ხართ, გადადით პლეილისტებში, ნახეთ პოკერის სტრატეგია 0-დან, იქ შევისწავლით ტეხასურ hold'ems, მაგრამ დასაწყისისთვის ომაჰად დაწყება ჩემი აზრით ნამეტანი იქნება, ჯობია hold'emით დავიწყოთ და hold'emis ნორმალურ დონეზე, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად რეგულარი, ანუ მიკროლიმიტების რეგულარის დონეზე შესწავლის მერე, შეიძლება რომ ომაჰაზე გადაჯდეს ადამიანი რა. პირდაპირ ომაჰად დაწყებაც ეხლა რაღაცა სასწაული არ არის, შეიძლება ჩვეულებრივად, მაგრამ ნუ უფრო ნელი არის პროგრესი ზოგადად ომაჰაში, იმიტომ რომ თამაში თავისი, ასე ვთქვათ, საბაზისო სტრუქტურით უფრო რთულია რა. 4 კარტი რიგდება ხელზე. უფრო კარგი კომბინაციები კეთდება უფრო ხშირად და შესაბამისად უფრო რთული ჰოლდების კეთება გიწევს და ასე შემდეგ რა. დაწყები მოთამაშეებისთვის უფრო ჰოლდებს გაუწევდი რეკომენდაციას. ცოცხალ სესიებზე ხა რაღაც ძალიან ელემენტარულ რაღაცებს ახლა აღარ განვარტავ. მაინც განვარტავ ხოლმე რაღაცებს ხა წეგან მაგალითად აი პოზიციის საკითხები უცებ განვარტე, მაგრამ მაინც გულისხმობ რომ ადამიანები რაღაც საბაზრო კონცეფციებში ერკვევიან, ვინც მიყურებს იქიდან გამომდინარე რომ უკვე მაქვს ვიდეოები მაგაზე ჩაწერილი და ეგ არის პლეილისტებში პოკერის სტრატეგია 0-დან, ეგეთი პლეილისტი, კაი, ეგ ერთი საკითხი. გადავიდეთ ახლა დარიგებების და კომენტარებაზე. აი მაგალითად ახლა აი ეს სიტუაცია რა. სადაც რეიზი მივიღე ოპონენტისგან, რომელიც აბსოლუტურად ადეკვატური ოპონენტი ჩანს და ესეთ სიტუაციაში ჩემი ტრიფსი სავარაუდოდ დასაყრელია. სავარაუდოდ არა, უეჭველად დასაყრელია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ 7-იანებს რო ვეთამაშებოდი დავუშვეთ ან ვალეტებს, მაქვს მარტო ერთი აუტი, 3-იანი და მეტი არაფერი. და ვინაიდან ოპონენტს 4 კარტი უჭირავს ხელზე, ხო? ანუ თან ნახოთ ეგ დარიგება. ვინაიდან ოპონენტს უჭირავს 4 კარტი, ან ჰოლდერთან შედარებით გაცილებით ხშირად იქნება მანდ ან 7-იანები, ან ვალეტები, ან შევა ვალეტ 3-იანი, 7-იანი, 3-იანი. და რასთანაც მე უბრალოდ
სასტიკად ცოდად უგავარ, აი, სასტიკად ცოდად უგავარ. რაც შეეხება ბლეფებს, იმ ბლეფებსაც შეიძლება ქონდეს ძალიან კარგი equity ჩვენს წინააღმდეგ, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა სასტრიტე, საფლეშე და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც წესი, ანუ ოპონენტების რეინჯებში წინასწარ იცოდეთ, რომ ბლეფები ყოველთვის არასაკმარისად არის, ანუ დისტანციაზე დაუკვირდებით, უფრო მეტად ველიუზე თამაშობენ, უფრო მეტად სწორხაზოვანი. ჰოლდემში ხო სწორხაზოვანი თამაშია და მით უმეტეს მიკროლიმიტებზე და ადამიანები ანუ პატიოსნად თამაშობენ მთლიანობაში, რასაც განასახიერებენ, ძირითადად ეკავთ ხოლმე რა. ასე ძალიან უხეშად რო ვთქვა და ომაჰაში 1/1000 უფრო სწორხაზოვანი და უფრო ესეთი პატიოსანი თამაშია რა, ზოგადად და ანუ ყოველთვის ოპონენტების რეინჯებში ჩათვალეთ რომ არის არასაკმარისი ბლეფი. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები, არიან მანიაკები, აქაც როგორც ჰოლდემში, მაგრამ იმათზე თქვენ გექნებათ ხოლმე როგორც წესი ინფორმაცია წინასწარ მანიაკებზე და შესაბამისად მოერგებით ეგეთ ოპონენტებს, მაგრამ როცა არანაირი ინფორმაცია არ გაქვთ რათა და საშუალო არითმეტიკულ ოპონენტთან გიწევთ თამაში, იცოდეთ რომ უფრო მეტად იქნება გადახრილი ველიუსკენ. მაგის რეინჯი. აქ ახლა თერნი დავქოლე, რა თქმა უნდა, ტოპწყვილი მქონდა და ძალიან კარგი backdoor equity მქონდა. ანუ backdoor equity არის რომ ანუ თერნზე მქონდა ძალიან კარგი შანსები რომ დამეჭირა სასტრიტეები, მეორე წყვილი backdoor equity არ არის, პირდაპირ აუტია, მაგრამ დამეჭირა სასტრიტეები და საფლეშეები, ნუ გული როცა მოვიდოდა ხოლმე. ამ შემთხვევაში აგური მოვიდა, რამაც მე მომცა რაპი. რაპი არის, როცა 5 კი არა და 8 აუტზე მეტი გაქვს რა, სტრიტი, 8-ზე მეტი აუტით არის რაპი რა, ერთი სიტყვით რა. ამ შემთხვევაში მაგალითად 7-იანი, 8-იანი, 9-იანი დამა მისტრიდავს. რაც არის ჯამში 13 აუტი. ამ 13 აუტიდან ყველა ნაცი არ არის, რაც ნუ გასაგებია. მაგრამ ნუ ხელი მაინც ძალიან ძლიერია. ამ რეიზის მიღების მერე all-in-ის გაკეთებას ჩემი მხრიდან აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკან ვარ, შესაბამისად ვერ დავყრი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აქ მე მჭირდება 25% equity და ვფიქრობ, რომ თითქმის ყოველთვის მაქვს ეგ equity. ამ შემთხვევაში ჩეკ-ჩეკის იმედი მექნება, ფლეში დაიხურა და უფრო მაღალი სტრიტ კაროლზე დაიხურა და შესაბამისად ჩეკ-ჩეკის იმედი მექნება, რომ ჩეკ-ჩეკით რაც ვალეტებთან და რაღაც ეგეთთან წამოვიღებ. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ოპონენტს სტრიტი ქონდა. აი პატიოსთან თამაშად შეეხება, ესეც იყო დემონსტრაცია მაგის. ოპონენტს ქონდა სტრიტი, ანუ ყველაზე მაღალი სტრიტი, მაგრამ ფლეშ კარდის გამო ველიუეთი არ გააკეთა, არ დაავლინა დაჩეკა. რაც შეეხება თერნზე მე ვიყავი წინ ჩემი 10-იანის წყვილით. თუმცა ოპონენტსაც ძალიან ძლიერი ხელი ქონდა, ანუ ამასაც ქონდა ორხრივი სასტრიტე და პლუს კიდე ზედა გაჩოდი. ანუ იმასაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძლიერი მოლოდინე ხელი ქონდა რა. აიცა? ხო, 4-იან 3-იანზე. თუმცა მე რაღაც აუტებს ვუკლავდი თერნზე, ანუ ამაზე ბევრად წინ ვიყავი რა. თუმცა ეს იშვიათი გამონაკლისი იყო ოპონენტის რეინჯში, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ნახევრად ბლეფი. ხშირ შემთხვევაში მათ სეტები იქნებოდა, ან ტოპ 2 წყვილი ან რაღაც ეგეთი. რასთანაც, ცუდად არ ვიდექი, მაგრამ არც ისე კარგად არ ვიდექი, რომ all-in-ი გამეკეთებინა რა. ისე ვიდექი რა დაახლოებით, რომ call-ი მქონდა, მაგრამ არც ისე დიდი ენთუზიაზმი. აქაც მაქვს საკმაოდ ძლიერი ხელი. ამ შემთხვევაში უკვე პირიქით ვფიქრობ, რომ შეიძლება მაქვს უკვე რეიზი. ოდიში. იმიტომ რომ მაქვს ძალიან კარგი ვრაპი, ვალეთ გული მაქვს, რაც ფლეშ-დროების რაღაც რაოდენობას ამცირებს და აქ შეიძლება ტუზებს დავაყრევინო და იმიტომ fold equity მაქვს ვფიქრობ და მაგიტო ვაოლინებ რა. წერანდილისგან განსხვავებით. აქ პოდბეტით გავაგრძელებ აგრესიასაც ტექსტები თამაშებ ჩაოლებრივად. ტოპ 2 წყვილი მაქვს,
აქ რო ვინმეს აი ისე ვთქვათ კარლ დამაგულიან რაღაც ეგეთი კარტი ქონდეს შეიძლება ჩემზე მეტი შეიძლება არა უჭველი ჩემზე მეტი equity ექნება მაგრამ ბევრი ისეთი ხელი ითამაშებს სტეკზე ალბათ რომელთაც წინ ვიქნები ძალიან ცუდი კარტი მოვიდა ძალიან ცუდი კარტი აქ ახლა კონფლიქტი აღმოჩნდა 50-50-ზე რანი თუ ისე დავთანხმდები ერთი მოვიგე რაც სასიამოვნოა მეორეც მოვიგე აქ სამჯერ ან 3 times იყო სამჯერ მოვიგე ხა ტუზებით დავაფორბეთოთ აქ უნდა დავყარო მაგზა არ არის აქ შემიძლია ნახოთ ან რა მიჭირავს და ორი წელი მიჭირავს ისე როცა სტრიტები დაიხურა აი თერნი რატო დამიჩეკა ოპონენტმა ძალიან ბევრი ფლეჯროებია ოპონენტთან აი ეგ ფაქტორია ოპონენტი არის ძალიან პასიური მოთამაშე თერნი დამიჩეკა ხო თუ როგორ მოხდა რა მოხდა თერნზე ერთი ამითოდიშით თერნი ჩეკი ვიცი ეს მოთამაშე ანუ ენელაცეც არის ხოლმე ნახევრად ისეთი ნახევრად რეგულარი ნახევრად ფიში რაღაც ეგეთი ოპონენტია რა შეიძლება აქ მე მგონი დაქოლვა კი ბატონო მოვიგე თაიმაკი ფასიანია ეს -10 ცენტი რომ დამიწერა ანუ მან აი როგორი რამე იცი აი სწორხაზოვანი როგორც თქვია რასაც განასახიერებენ ის ყავთ მეთქი რა ოპონენტებს რა დავაგდოთ ეს ანუ რა ვიგულისხმენ ხარ რომ ანუ თერნს ეხა ხო სტრიტი არ დაჩეკავდა ხო ყველა ვარიანტი ფლეშ დროპორზე სტრიტი თერნს არ დაჩეკავდა თვითონ გამოვიდოდა ყველა ვარიანტში კი შეიძლება აქ რაღაცა ეგრეთ წოდებული ოვერქილები ყოლოდა მაგალითად რაღაცა აი თქვათ ეგეთი რაღაცა დამა ვალეტ ცხრიანი რო ქონოდა დაუშვათ აქედან დამაცხრიან გული ხო პირობითად ვამბობ მაგას ეხა ოვერკილი ქვია ანუ ფლეშ დროც აქვს ტოპსეტი აქვს და თან ზასტრიტი აქვს ანუ სიტუაცია სადაც არც გაწყვილება აშინებს არც გულის ამოსვლა არაფერი არ აშინებს ანუ დაუშვათ არანაირი რივერი არ აშინებს და კი შეიძლება მაგ დროს ჩათვალოს რომ რა აზრი აქვს ეხა აქ ფსონის გაკეთებას იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერს თვითონ ბლოკავს რაც შეიძლება მე მყავდეს რაც გადაიხდის მაგრამ ეგრე არ არის იმიტომ რომ მეც შეიძლება მქონდეს სტრიტი იგივე დამაცხრიანი რაც იმ მომენტისათვის ნაცია და მაგის ოვერკილთან ძალიან ცუდად დგას რა იმიტომ რომ ნებისმიერი გული და ნებისმიერი გაწყვილება აწყობს შესაბამისად ვინაიდან თამაში არის სპოტ ლიმიტი და რივერზე ოვერბეტს ვერ გააკეთებს უნდა გაზარდოს ბანკი ყველა ვარიანტი უნდა გააკეთოს ფსონი შესაბამისად თერნზე მე პრინციპში წეგან კარგად გაზრდილი და გაბერილი იყო ბანკი ხო კაი ეგ არგუმენტი არ გვინდა იმიტომ რომ ბანკი გაბერილი იყო მაგას შორტ სტეკი ქონდა ეხა გამახსენდა რომ 40 ბლაინდი ქონდა სულ და შეეძლო დაეოლინებინა რივერი კი ბატონო ეგ ვარიანტი ჩავთვალოთ კარგი ერთ-ერთი ვარიანტი იყო რომ ოვერკილი ქონოდა რაც არის ძალიან პატარა ნაწილი მაგისი რეინჯის და მეორე ვარიანტი იყო რომ კარალ დამა ქონოდა რაც ქონდა ან რაღაცა ფლეშ დრო თვითონ რა რაც უბრალოდ ერჩინა რომ რივერი ენახა და ეს არის მაგისი რეინჯის აი გაცილებით დიდი ნაწილი რა ტუზებით გავაკეთე ფორბეთი მივიღე კოლი მივიღე ფლოპი რომელიც არის ძალიან ასეთი საშუალო ტუზებისთვის იქიდან გამომდინარე რომ კი აქ არის ოპონენტთან ხშირად რაპები მაგალითად რაღაცა 9-იან 6-იან რაღაცა ეგეთები მაგრამ აი 7-იანები და 5-იანები ანუ ჯიბის წყვილები ცოტაა შესაბამისად რაპების იმდენად არ მეშინია და პირდაპირ პოტბეთ კოლით ვითამაშებდი მან რა ესეთი დინამიური სესია წავიდა რაც מחარებს თუმცა ის ფაქტორი რომ ცოტა თაიმბანკები არ ყოფს აქ ძალიან ცუდი თაიმბანკებია იმაზე GG პოკერზე და თან ისედაც ეს ცუდი თაიმბანკებიც კიდე არის ფასიანი ხა როცა ისევ თამაშობ მაგალითად ჩემ სესიებს რეგულარულ სესიებს ხო არა მაქვს პრობლემა თაიმბანკებზე იმდენად 6 მაგიდას თავისუფლად თამაშობ ხოლმე მაგრამ აი ვიდეოსაც წერდა როცა დარიგებებს ვაკომენტარებ ეხა მივხვდი რომ ცოტა თაიმბანკებში გავიჭედე წყალს დავლე თქვენის ნებართვით
კარგი. ეს სიმპათიური ხელი დარიგდა დავარეიზოთ. აქ იყო დიდი დარიგება, რომელიც ვერ დავაკომენტარე. შევხედოთ მაგას. პრესლოპის სტანდარტია. და ფლოპზე წავედი მე რეიზ კოლით, ხო? კოინ ფლიპში და კოინ ფლიპში მოვიგე 3 რანაუტი. ათიანთიან დავქოლოთ. მოდი ესენი დავყაროთ უცებ, თორე ტაიმბანკი არ მეყო. ეს ხელი უჭვალ ტრიბეთია. ოპონენტს რა ყავდა ამას მინდა რომ შევხედო. ოპონენტს ყავდა 10-იან რუიანი და პლუს ფლეშ დრო. ნუ კი, კარგი ხელი ქონდა მაგ სიტუაციაში. სტრიტ ფლეში რო ქონდა, მაგრამ აი მანდაც არის სათქმელი აუცილებლად ის რომ ესე იგი, ტულს 7-იან 6-იან 5-იან რაღაცა დიპსტეკებში აქ უეჭველად ქოლია რა. 10-იან 9-იან რუიანი აი ენთუზიაზმით გარეშე ქოლია რა. არ არის კაი ხელი ზოგადად. ეგ სინგლ სუიტით, აი დაბლ სუიტით რო იყოს უეჭველია, მაგრამ სინგლ სუიტით არ არის ისეთი კარგი ხელი. ნუ ეხა აქ რავი, გინდ დაქოლე, გინდ დააოლინე. რავი, აი რა შეიძლება ითქვას. მოდი, რა ხან პოზიცია მაქვს, უბრალოდ დავქოლავ, მოდი. აქ თამაშობ ეხა სტეკზე. სხვა გზა არა. ორი აუტით არის ოპონენტი. მივცეთ რაინ თვაისი მე ყოველთვის ვაძლევ ოპონენტებს, მაგის პრობლემა არა მაქვს არასდროს. სტრიტი დაიხურა, რომელიც მეც მიჭირავს, კიდე კაი შევხედე, უცებ ვაფშე 10-იანებს უყურებდი და. მაინც აი ჰოლდემის მოთამაშის ის. კი ბატონო, ნაცი მაქვს და ოვერკილი მაქვს, ანუ წეღანდელი ოვერკილი, როგორც ვახსენე, ეს არის ოვერკილი. ანუ იმასაც 9-იან რუიანი როცა იქნება ხოლმე მე გაწყვილებით მოვიგებ. ანუ ისა, ფრი როლი ქვია ასეთ სიტუაციას. ფრი როლი კიდე ქვია ტურნირებს, სადაც პლუს ესეთი რაღაც ჩიპები მომცეს ყოველდღიურ ფრი როლზე, რომელიც მაგასაც ფრი როლი ქვია და ტურნირი, სადაც რეგისტრაციის საფასური არის უფასო ან რამე, ასე ვთქვათ, ბონუსი, ტიკეტი, ეგეთ ტურნირებს ქვია ხოლმე ფრი როლი. რომელიც აი აქ თამაშის დროს გიგროვდება ჩიპები და ყოველდღურად თამაშდება და შეიძლება საპრიზოში მოხვდე ხოლმე. ისეთი ტურნირია, რომელსაც თამაში არ ჭირდება რა. ანუ თვითონ აუტოოლინი არის. ანუ შეიძლება არც შეხვიდე, მე რო გახსნი ლობის, დაგხვდება, მოხვდი თუ არა პრიზებში და სხვათა შორის დღეს დავხვდა $35 მაგ ფრი როლიდან, რა ძალიან სასიამოვნო იყო. დამარვიან 5-იანი სინგლ სუიტით ჩემთვის ეს ხელი აბსოლუტურად არა საინტერესო ხელია. იმიტომ რომ რაღაცნაირად არც გადამული არ არის კარგად, თან ერთი მასტი ემთხვევა მხოლოდ და ასე შემდეგ. ტუზვალეტათიან 6-იანიც არ არის დიდად გადასარევი ხელი, მით უმეტეს ტრიპ სუიტით, ანუ 3 აგური როცა გიჭიროს, ეს არის ტრიპ სუიტით. მაგრამ ისეთი საიზინგით არის ტრიბეთი წამოსული, რომ აქ მე მგონი ამ საიზინგს გამიქაჭავს ეს ხელი და დავქოლოთ. მე მგონი ერთი მაგიდიდან ადგომა იქნება კარგი იდეა ჩემთვის. აი მაგიდან ავდგეთ აქ ფიში, ესეთი ნახევრად ფიშების ხედან რა. და თან ცოტა ამ ტაიმბანკების ამბავი აღარ შემაწუხებს იმედია რა. 4 მაგიდაზე მაგიდები ცოტა გადიდება და ეგრე ვითამაშოთ. წეგან
ტუზ 7-იანი 6-5-იანი რომ ეჭირა და ფორბეთი რო დავქოლე და ოპონენტთან ბოლოს რო დიპსტეკებში სტეკზე ვითამაშეთ. ოპონენტის ხინა გათამაშება არ მომეწონა სიმართლე რო გითხრათ. კაროლები ყავდა ოპონენტს. ეგეთი ენთუზიაზმით გათამაშებული კაროლები, ნუ რა ვიცი. მინიმუმ თერნი აღარ უნდა დაეოლინებიდან. თერნზე ტიპს ქონდა რაღაც 13-15 ბებე სტეკი თუ რაღაცა და ტრიფსებთან იყო 2 აუტით და ანუ ცხადია რომ მე ფლოპი როც არ დავყარე, მაგ სიტუაციაში უკვე აბსოლუტურად ბანკზე მიმული ვიყავი და თერნზე შეუძლებელი იყო, ფოლდი აღარ მქონდა. რა ხელი უნდა მქონდა, რომ თერნზე ფოლდი მქონდა, ანუ შეუძლებელია უბრალოდ ეგეთი ხელის მოფიქრება. შესაბამისად თერნი არ უნდა დაეოლინებინა მაგ ოპონენტს, ტყილა გადაყარა ერთი სტეკი რა. კი, თითქოს ალბათ ჩათვალა რომ პოც მიება, მაგრამ როცა უკან გაქვს 65 დიდი ბლაინდი, რაც არის თითქმის ერთი სტეკი, რანაირად უნდა მიება ბანკს, ანუ განწირული რაღაც კაროლები გიჭირავს. მით უმეტეს ფორბეთის ქოლის რეინჯი ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დაბალი ეგრეთ წოდებული რანდაუნი მქონდა. ну რაც იდეაში მქონდა კიდევაც, ну რანდაუნი არ ქვია მაგ ხენს რაც მქონდა, მაგრამ ну ისეთია, connected AC ქვია მაგ ხენს, double switch connected AC ქვია მაგას, მაგრამ რანდაუნი ქვია, როცა 4 კარტი გადამულია, ან მაქსიმუმ 1 ან 2 გები აქვს რა. აი ამიტომაც აქ ცოტა ისეთი რთული აი თუნდაც აი პრეფლოპ მოდელი და ისიც იმდენად რთულია, ან სასტარტო კომბინაციები რაღაცეები, რომ აი მაგიტომაც დამწყები მოთამაშეებისთვის ჰოლდერს გავუწოდი აუცილებლად რეკომენდაციას, რომ ჰოლდერს კარგად რო ისწავლის ადამიანი საბაზისო დონეზე, მერე შეიძლება ანუ უფრო ადვილად აითვისოს ომაჰას და აი თავიდან რომ ომაჰას ათვისებას ცდილობდეს, ალბათ რაღაც ბევრი დამაბნეველი რამე იქნება რა ძალიან რა. ბევრი, ასე ვთქვათ, ბევრი ფაქტორი არის რა. ელემენტარული პრეფლოპი რო პრეფლოპია, იმის გაგება აქვს რა, უნდა დაარეიზო რა, უნდა დააფოლდო რა, უნდა დაატრიბეთო, ძალიან ძნელია. ეხა ამ მომენტისათვისაც მე ჯერ კიდევ პრეფლოპს ვწავლობ უკვე. ანუ უკვე ვითამაშე ომაჰა 150.000 დარიგება დაახლოებით. 150.000 დარიგება არის დაახლოებით აი ესეთი აქტიური რეგულარი 3 თვე რა. ну აქტიური ძალიან აქტიური არა, მაგრამ ისეთი ხო, ну აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი 80.000 დარიგება მე მანამდე ვითამაშე სტრაფი მაგიდები, რაც ну იდეაში ერთი თვის ამბავია რა. აქტიური რეგულარის ერთი თვის ამბავია. და მე ну 2 თვე ვთქვათ რა. 2 თვის აქტიური რეგულარია რომ 2 თვე ითამაშოს დაახლოებით აი მაგდენი დისტანცია მაქვს და აი პრეფლოპ მოდელი ჯერ წესიერად არ მაქვს დამოღამებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია და ამ ფაქტორების დამახსოვრება ძალიან ძნელია. ჰოლდემისგან განსხვავებით, ჰოლდემში ახლა რაღაცა საბაზისო დონეზე მიკროლიმიტებისთვის პრეფლოპს რა ერთ საათში აუხსნი ადამიანს და ну კი, რა თქმა უნდა, იდეალურად არ ეცოდინება და იდეალურად არავინ არ იცის პრეფლოპია, ყველაზე რთული ვაჭრობის რაუნდია ზოგადად, აი ესე რო თქვა, ვაკუუმში რო თქვა, პრეფლოპი ყველაზე რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ყველა ოპონენტი ცოცხალია, ყველა ოპონენტს ხელზე კარტი აქვს. ანუ 100%-იან რეინჯებში მიდის თამაში. 6 ადამიანს შორის და რა თქმა უნდა, ანუ აი გამოთვლის თვალსაზრისით, სუფთა აი მათემატიკური გამოთვლის თვალსაზრისით ძალიან რთული ეტაპი არის გათამაშების. მაგრამ ფაქტიურად იმის დამახსოვრება რა უნდა არის, რა უნდა დაყარო ელემენტარულად ჰოლდემში გაცილებით ადვილია. თუმცა ის ჰოლდემიდან წამოღებული გამოცდილება მე ომაჰაში ცოტა ხელს გიხდის ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა ჰენდები ძალიან ძლიერი გეჩვენება რა. ელემენტარული გაჩოტი, აი რო შეხედა და გაჩოტი გიჭირავს და წვილი და გაჩოტი, ანუ ჰოლდემში ეს რაღაცად ითვლება რა, ხო ხდები, ანუ ეკვითია რა. შევა მაგით ანუ კარგად იბლეფო ეგეთი ჰენდით ან რაღაცა და ომაჰაში დიდად არაფერი არ არის. პოტბეტს არ ამგონი აზრი ქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ აქ ძალიან ბევრი რამე აცდა, სასტრიტეები უფრო და ვფიქრობ, რომ ისედაც ანუ ავტოფოლდები აქვს ძალიან ბევრი ოპონენტს და მოვიპაროთ, იმიტომ რომ ჩემი ავტოფოლდები, ისა მაგისი ავტოფოლდები ხანდახან ჩემ ხუთიანს უგებს რა, მაგალითად 6-იანები, 8-იანები, 9-იანები ხელზე შეიძლება კონდეს, რაც ასევე იყოს სასტრიტე. და იდეაში სტრიტი რახან არ დაიხურა, ეგ ავტოფოლდებში გადის რა. ხო და როცა ავტოფოლდებთან აგებ, ესეთი ხელი როცა გაქვს ხუთიანი წვილი, ან როცა არა გაქვს წვილი საერთოდ და ავტოფოლდებთან აგებ, უნდა ითამაშო აუცილებლად აგრესიულად.
აა ყოველთვის მე ვუწევ რეკომენდაციას და ეხაც გამომეორდები, რომ თამაში უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული და არა რაოდენობაზე. ან ეს ლიდერ ბორდები, რეიქის დაწერები, რაღაცეები, ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. ყველანაირად გამართლებული არის, რომ იყო ორიენტირებული თამაშის ხარისხზე, სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე კონკრეტულ სიტუაციაში. და ნაკლებად გაინტერესდეს თამაშის რაოდენობა. ჯობია ითამაშო შედარებით ნაკლები მაგიდები, ითამაშო უფრო მაღალი ხარისხით და უფრო განვითარდე სესიიდან სესიამდე უფრო უკეთესი და უკეთესი მოთამაშე გახდე, ვიდრე იჯდე და ავტოპილოტზე აკატავებდე და რაღაცა რეიქს წერდე რა. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ კარიერაზე უფრო დადებითად აისახება ის, რომ დაიხვეწები როგორც მოთამაშე, არამედ აი ფსიქიკურ ჯანმრთელობის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ნაკლებად გაიტილტები, ანუ ეს ორივე ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია რა, გამოყოფა არ შეიძლება. კარიერის და ამ შემთხვევაში აი ფსიქიკური ну ჯანმრთელობის ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ რა, ანუ არა თუ ჯანმრთელობის, არამედ სიმშვიდის და კეთილდღეობის. როცა წააგებ და დაამინუსებ სესიებს, გეცოდინება რატო წააგე, რა სიტუაციებში წააგე, მე მაგ სიტუაციებს გაანალიზებ, ასე შემდეგ, ვიდრე უცებ გაგაქნიოს მინუსში რავი რაღაც 9 მაგიდაზე და შენ თვითონაც არ იცი, შენ დაუშვი შეცდომები, იმათმა დაუშვეს შეცდომები, არ გაგიმართლა თუ რა მოხდა საერთოდ ხო? თან მithumetes როცა ისეთ რომში თამაშობ, სადაც არანაირი ტრეკერი არ აქვს, ანუ არ ინახება შენი ისტორია, არ ინახება შენი ბაზა, არ შეგიძლია რომ მე დაუბრუნდი ამ საკითხებს, გაანალიზო შენი წაგებული დარიგებები. აქ გიჟიძე ჩაოლებოთ აი შეგიძლია გახსნა სიტყვაზე აქვე შეგიძლია დარიგება ჩამოტვირთო ეგრევე მომენტალურად, მაგრამ მაგის გარდაც არის პოკერკრაფტი, სადაც შეხვალ იქნება მთლიანი ბაზა შეგიძლია ჩამოტვირთო. შეგიძლია დაათვალიერო დარიგებები ასე შემდეგ. ტრეკერები ახლა ამ მომენტისათვის ჰენთონაუტი ფასიანი გახდა, ადრე უფასო იყო. ოპონენტმა დამიქოლა, კაი, დავჩეკოთ. არა მაქვს ძლიერი ხელი ნამდვილად. სტრიტები დაიხურა, ისეაც დახურული იყო, და კიდევ უარესად დაიხურა. მალე ტექსიანი 5-იან, კი დაბლს ვიდით ჰენდია, მაგრამ ნუ არ მოწონს. მაგ სიტუაციაში არ მოწონდა. ტუზები, რა თქმა უნდა, თამაშობს აქ ფორბეთით, მithumetes ესეთი ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც რეკრეაციულ მოთამაშეს გავს, თან აგრესიულ რეკრეაციულ მოთამაშეს შესაბამისად, არა თუ გავს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ არის. 60 დარიგება არის ალბათ იმ ხელა დისტანცია, რომ ანუ უკვე ტენდენცია შეგვიძლია დავინახოთ, აი ესეთი გლობალური ტენდენცია, რომ ანუ მოთამაშე არის რეკრეაციული მოთამაშე თუ არის რეგულარი. ფლოპი არის ვერ ვიტყოდი, რომ გადასარევი, მაგრამ ნუ ცალსახად ისეთი რომელზეც ტექსტზე თამაშობთ რა, ჩაოლებრივად. გადასარევი მან ტუზი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ან ფლეშდრო. ოპონენტთან ძალიან ბევრი რაღაცა, დამები, კაროლები შეიძლება იყოს, ვალეტიქსი. რაც ნუ საავადმყოფო რეკრეაციული მოთამაშის მხრიდან აღიქმება როგორც ბანკზე მიმული ჰენდი და გადაიხდის. დაფიქსდა მოთამაშე დაყარა, საინტერესო არა დაყარა. ფლეშ დროპორზე დაჩეკვა აქ არ გამოვიდოდა ჩემი მხრიდან არანაირად. ორ ოპონენტთან აქ დავჩეკოთ, აზრი არ აქვს, რანი თვაისი მივცეთ. ერთი მოვიგეთ. მეორეც მოვიგეთ. აი ესეთი ოვერკილი მოვიდა. ფლეშ დრო მაქვს, ტუზები მაქვს, ანუ გასაგებია, ყველამ დაყარა, სამწუხაროდ. ნუ ყველამ რა, ამის გარდა ყველამ დაყარა. აი მიუხედავად ესეთი ოვერკილისა, ნახეთ აი ოპონენტს მაინც 5% equity აქვს. მივცეთ რანი თვაისი. რაღაცა ესეთი თამაშია ეს ომაჰა, რომ აი equity თითქმის ყოველთვის აქვს ოპონენტებს. თუმცა რაღაცნაირად ეხა ამ მიმდინარე სესიაზე ისე მოხდა, რომ არც ერთ პერიოდში არ მოხვდით. არა თუ პერიოდში, არამედ ანუ გადასწრებას გულისხმობ. არა თუ გადასწრებაში, არამედ coin-flip მოვიგე 3 times. ანუ run 3 times მოვიგე ანუ 50-50 equity გქონდა და სამჯერ 3 run მოვუგე tips. წეგან აი აღარ მახსოვს რა მეჭირა, მაგრამ
ეს იშვიათად ხდება და თქვენ წარმოგიდგენთ პირიქითაც ხდება. ანუ სამრანს რო წააგებ. ძალიან არასასიამოვნოა ხოლმე რა. აი ესეთი რაღაცეები, საერთოდ გადასწრებები, ანუ ვისაც ძნელად გადააქვს ჰოლდემში, ეგეთ ადამიანებს ურჩევდი რომ ომაჰაში გადმოჯდომისას კარგად ფსიქოლოგიურად მოემზადონ რომ ეგეთი გადასწრებები უფრო მეტი იქნება. თუმცა სიმართლე თქვა ეს თამაშიც ხელს გიწყობს რაღაც გაგებით რომ მოემზადო წინასწარ, იმიტომ რომ ну, გინდა არ გინდა ინტუიციურადაც იგრძნობა რა ეს რომ ანუ ყოველთვის უჭირავთ რა ოპონენტებს რაღაცა რა. აი ხა ესეთ ბორდზე მაგალითად სამ ოპონენტთან რო თამაშობ, ну, უნდა იცოდე რომ აქ ვიღაცას რაღაცა ყოველთვის ყავს და რაღაც მოპარვას ტყილა არ უნდა ეცადო და რაღაც. ეხა მეწყავს რაღაცა ისე არ არის რომ მე არაფერი არ მყავს ეხა აქ გასაგებია რომ მე მყავს სასტრიტეები. მათ შორის ზოგიერთი მათგანი ნაცსაც იძლევა, მაგრამ ნუ რაღაც ძალიან ცოტა აუტი რა. მეტი 6 აუტი მინიმუმ აქვს, რაც ნაცს მაძლევს. შესაბამისად ვითამაშოთ რა, ვნახოთ თუ ნაცი მოვიდა, მე უკვე ცოტა უფრო მეტი ოპტიმიზმით ვითამაშე. ოცების დაცვა და აუტების დაცვა ეს ყველამ ვიცით. რამდენი კარტი გაწყობს, ეხა ორხრივი სასტიტე რო გაქვს, 8 აუტია, გულები უნდა გამოვაკლო. ერთ აუტზე, ერთი აუტი, აი ესე გეტყვით ომაჰაში რა 4 კარტზე რო გაქვს ინფორმაცია ომაჰაში ცოტა განსხვავდება, ერთი აუტის ღირებულება არის 2.2% რა. ანუ 2.22 დაახლოებით ფლოპზე, როცა თერნინგს გაიხსნება, ცოტა იმატებს მე 2.27 ხდება და ну, დაახლოებით ესეთი მარტივი ანგარიშის გზა არის, რომ დავუშვათ შენი აუტების რაოდენობა გაამრავლო 2-ზე და დაამატო 10%. და ეს არის ერთ ქუჩაზე, ანუ ან თერნზე, ან რივერზე, ერთ ქუჩაზე შენი ბანკის შანსები რა. მაგალითად თუ 10 აუტი გაქვს სტრიტისთვის, უნდა იცოდე რომ რაღაც 22-23%-ის რაიონში გაქვს equity რა, 22.5 დაახლოებით. ესამისად თუ ფსონი არის ისეთი რომ შენ გაწყობს ეს შენი 22% equity რო გადაიხადო, უნდა გადაიხადო. ანუ მას გულისხმობ რომ თუ ოპონენტი პოტბეტს აკეთებს მაგალითად, მაგ შემთხვევაში 33% გჭირდება. თუ 43-ს აკეთებს 28% გჭირდება, თუ კი არა და ხო, ცოტა ნაკლები რა. 28 ხო, 27-28. თუ 1/3-ს აკეთებს, მაგ შემთხვევაში უკვე 25 დაახლოებით. მაგრამ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ იმპლაიდ დოცებს უნდა უყურო რა. ანუ რო გასტრიტავ დაუშვათ, მე ოპონენტი არის გადამხდელი თუ არ არის. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. აი 1/3-ს ვაკეთებს 20% კოფნის. 1/3-ზე 20% კოფნის equity და შესაბამისად 1/3-ს დაქოლა ყოველთვის გიღირს. ანუ ხო, მე გადამხდელი არის თუ არა. აი ესე პირდაპირ როცებიდან დათვალო, მაშინ როცა all-ins მიიღებ რა. ან პოტბეტზე ზევით აქ როგორც ვიცით, ფსონი არ გეტდება. თუმცა არის ხოლმე სიტუაციები, რომ აი მაგალითად ერთმა ოპონენტმა გააკეთა ფსონი და მეორემ გააკეთა უკვე პოტბეტი და ხო. ეგ უკვე ცოტა უფრო რთული სიტუაციაა ხო. 9-7 პირველ პოზიციიდან მოდი ეს single switch ვერსია ამ ხელის მე მგონი არ არის, არ ღირს მე მგონი და რეიზება რა. არა, განა რამე დაშავდებოდა რომ და მე რეიზებინა, მაგრამ შეიძლება და ისე შეიძლება რა. ვერ ზღარ შეიძლება. დამავალი ტუალეტი დაბლ სუიტი. კარგი სასტარტო კომბინაცია იწლება. ერთ-ერთ პრემიალურ სასტარტო კომბინაცია. Rainbow ტუსკაროლი. მაინდა-მაინც კარგი ჰენდად არ ითვლება საერთოდ. ტუსკაროლი კი არა და კაროლები. ტუსკაროლი ამ შემთხვევაში კარგ ჰენდად ითვლება. იმიტომ რომ ფლეშ დროა. ტრიბეთი ამით არ იქოლება რა ვიცი შემთხვევაში. ეს უფრო fold equity-ზე არ ეიზებ ესეთ ხელებს რა. Rainbow ჰენდები ზოგადად ომაჰაში ძალიან მარგინალურ ჰენდებად ითვლება. Rainbow-ში გულისხმობ ანუ როცა 4-ვე მასტი არის განსხვავებული. და Rainbow-სთან ერთად ძალიან მარგინალურ ჰენდებად ითვლება, როცა 4-ვე მასტი ემთხვევა. ანუ 4 suits ეძახიან მაგას. და trip suit-ი როცა 3 ემთხვევა, ეგეც არ ვარ გა, მაგრამ ნუ მაგას გააჩნია.
ესეც Rainbow პირველ პოზიციიდან თითქმის არაფერი არ არის რეიზი, რაღაც აი ტუზკარულ დამავალეთის გარდა მე მგონი და ნუ ტუზების გარდა რა თქმა უნდა, კიდე ტუზები და ნუ აი კაროლ დამავალეთი რაღაც ეგეთები. რაპი. რაპები არის ბევრნაირი. აი ეს ვარიანტი ხა რომელიც აქვს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყველა აუტი რომელიც აქვს იძლევა ნაც, ანუ საუკეთესო შესაძლო კომბინაციას. 8-იანი, 9-იანი დამა კაროლი ვალეტი. ტუზი. ვალეტი არ იძლევა. თუმცა აქ ის პრობლემაა რომ გულები დევს და ეს არის. ხო, აქ ფლეში დაიხურა პლუს გაწყვილდა. კი, შეიძლება ოპონენტს ძალიან ხშირად ქონდეს თვითონ ფლეში, რაც გაწყვილებულ ბორდზე დიდად ძალიან ძლიერი არ არის, მაგრამ არ ამგონია მაინც დაღაროს. დავჩეკოთ. ანუ აი წეგანდელი დარიგების მაგალითზე იმის თქვა მინდოდა რომ ანუ როცა ვრაპი გაქვს ზოგადად მონოდინე ხელი გაქვს ომაჰაში უნდა უყურო არა მარტო იმას რამდენი აუტი გაქვს დაუშვათ რაღაც კომბინაციის სასაწყობად არამედ ეს კომბინაცია იქნება ნაცი თუ არა რა იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება გასტრიტო და შენი სტრიტი იყოს უფრო დაბალი ვიდრე შენი ოპონენტის სტრიტი ერთი ოპონენტია ოლინშია აქ რო ვიბლეფო აზრი არა აქვს დავჩეკოთ ნახოთ რა იქნება კაროლ დამაწყენო პოზიციიდან ისეთი ხელი თავისუფლად შეიძლება დავარეიზოთ სუიტი დეისი დავარეიზოთ სუიტი დეისები ზოგადად კარგ რამეთ ითვლება ზოგადად აი ისე ნაცებზე რო თქვათ რა ნაცის პოტენციალი როცა ხელს აქვს ნაცის პოტენციალი აი მაგალითად აი სუიტი დეისია ხო ეს ძალიან ისეთი ძალიან კარგი კომპონენტია რა გააჩნიათ რა თრეში თუ არის გასაგებია ხო მაგრამ თუ რაღაც აი დამატებითი კომპონენტი თუ რაღაცა დამატებითი კომპონენტიც არის, აი მაგალითად რაღაცა 7-იან, 5-იან, 3-იანი, ხო, რაღაც დონეზე გადაბმა არის რა. პლუს with days-იან, შევიყვანოთ ესეთი ხელი. მაინდა-მაინც ეს ხელი მე მგონი არ იყო ქოლი, მაგრამ ნუ იდეაში ვამბობ რა, აი დაახლოებით აი, როცა არის რაღაცა ნაცის პოტენციალი და პლუს რაღაცა დამატებითი კომპონენტი, ან წვილი, ან გადაბმა, ან რაღაცა ეგეთი ჰენდები ითვლება ნორმალურ კარგ ჰენდებად რა. ნორმალურ ეს საშუალო ნორმალურ ჰენდებად ითვლება. კარგ ჰენდებად ითვლება ეს პრემიერული ჰენდები. რა თქმა უნდა, აქ დავიზოთ value ავკრიფოთ. ტრიფსით. ეს პოდია. ეხლა აქაც აი იგივე იყო, ხო? ერთი შეხედვით. იყო რაღაცა ნაცის პოტენციალი და ასე შემდეგ. მაგრამ ტრიბეთის cold call ჯერით საერთოდ არ აქვს. ფორბეთისთვის ეს არ არის ძლიერი ხელი და. მესამე ვარიანტი არის კიდე რომ აქ ტრიფსუიტით არის რა. ტრიფსუიტით რო არის ეს ძალიან აფუჭებს ხელს. და აი რითი აფუჭებს, ხო? ერთი შეხედვით შევავინოთ, რომ რა ნიშნულობა აქვს ორი აგური აქვს, სამი აგური, ხო რა პრობლემაა. ჯერით იმით აფუჭებს, რომ საფლეში რომ მოგდის, ნაკლები აუტები გაქვს, იმიტომ შენ თვითონ კლავ შენს აუტს. და მეორეც ერთი კიდე ძალიან ამცირებ იმ შანსს, რომ შენს ოპონენტს კონდეს შენზე დაბალი ფლეშ დრო და დაუშვათ ორივე გაფლეშოთ და მოუგო რა. როცა ეს ან ამდენი მინუსი აქვს უკვე ხელს, ხო? ესეთი ხელი შეგიძლია ბევრად უფრო აკურატულად გაათამაშო, ვიდრე ჩვეულებრივი single suited ხელი. მე მგონი, ვისაუბრეთ უკვე, რაზეც იყო სასაუბრო.
კარგით, აქ დაგემშვიდობებით, დაწერეთ კომენტარი, თუ რამე გაინტერესებთ, თუ რამე მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და შევხვდებით კიდევ ვიდეოებში, Hold'emსაც ჩავწერე NL5-ს, NL2 Hold'em-ს ჩავწერე, Omaha-ს ჩავწერე NL2-ზე, NL2-ის Hold'em-ი უკვე ჩაწერილი მაქვს და NL10-ის Hold'em-იც უკვე ჩაწერილი მაქვს და Omaha-ც. მოკლედ, რეგულარული მაგიდებით დავათვალიეროთ, review გავაკეთოთ GG Poker-ზე. GG Poker-ი არის ამ მომენტისთვის უმსხვილესი poker room-ი სამყაროში. მაგიტომ გამოიწვია, მაგიტომ დაიმსახურა ჩემი ინტერესი ამ room-მა. ისე სხვა room-ებიც მაინტერესებს, მე მომავალში სავარაუდოდ შეიძლება გავაკეთო ხოლმე დეპოზიტი დავუშვათ რაღაც room-ში და იქაური შემადგენლობები დავათვალიერო და თქვენც გაგიზიაროთ. კარგით, კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ.